ისა, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო ფუტუროლოგი. ფუტუროლოგი ესე იგი პროგნოზისტი. და აი რაც გაჩვენეთ ეს ამდენი სურათები და რაღაცები, აი ამ ტოფლერმა 70-იანი წლების შუა პერიოდში გადაწყვიტა, რომ რაღაცნაირად ერთად პროექცია სისტემატიზაცია, აი იმ კაცობრიობის, იმ ცივილიზაციის, იმ ისტორიისთვის რაღაცა ისეთნაირად, რომ ყველასთვის სახელები გაერთმია და ასე შემდეგ. და ასეთნაირად გაყო პირველი ეტაპი, რომელსაც დაარქვა აგრარული რევოლუცია და რომელიც თურმე დაწყებულა, გახსოვთ აი ეს პირველი დასახება რომ გაჩვენეთ 8000 წელი ჩვენს ერამდე და გაგრძელდა მეტნაკლებად 1759 წლამდე. რა მოხდა ამ დროს ისეთი, რომ ფორმაცია შეიცვალა, რა აღმოაჩინა ადამიანმა? რა მოფიქრობთ? აი ამ დროს ცივილიზაციაში რა შეიცვალა? ადამიანის იარაღი მე-15 საუკუნეში აღმოჩნდა და რენესანსი დაიწყო მასში. როგორ? ხო, დამოკიდებულება რა თქმა უნდა, მაგრამ ამ დროს ჩნდება აი ის რაღაცა, რამაც სერიული წარმოების საშუალება მისცა. რაკიან ორთქლის ენერგიის შუქი ცოტა უფრო მოგვიანებით, მაგრამ ორთქლის ენერგიის და ამან გამოიწვია წარმოების ფორმის შეცვლა და იბადება მეორე. ეს არის სამრეწველო რევოლუცია, რომელიც გრძელდება აი 1759 წლამდე ფრანგული რევოლუციები მაგ პერიოდში ხდება 1955-1960 წლამდე. რა მოხდა ამ პერიოდში? 1950 ესე იგი ომის შემდგომ პერიოდში. რა მოხდა ისეთი, რასაც ჰქონდა აი ამ ძრავის ფასი? რა მოხდა ისეთი? ეს არის ის პერიოდი, როცა ალბათ იცით, ხო სოფლის სახალხო მეურნეობაში არის სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და მომსახურება. აი ეს არის ის პერიოდი, როცა ფორდის და დიტროიტის ქარხნებში ადმინისტრაციის სფეროში დასაქმებულთა რაოდენობამ გადააჭარბა წარმოებაში დასაქმებულთა რაოდენობას. პირველად, როცა ეს დაფიქსირდა საბუღალტრო საქმეში, ნახევარი ორგანიზაცია მოხსნეს, ეგონათ რომ შეცდომა იყო საბუღალტრო საქმეში. მერე აღმოჩნდა, რომ თურმე ისეთნაირად იცვლება ცხოვრების წესი, რომ მომსახურების სფერო აჭარბებს პროდუქციის სფეროს. აი ამ მომენტში დაიწყო რაღაცა პროცესები, რომელიც დღემდე გრძელდება. აი ეს არის სწორედ ინფორმაციული რევოლუციის ერა და პერიოდი. რო ავიღოთ 100%, რაც ადამიანი ამ დედამიწაზე არსებობს, აი 8000 წინ ჩვენს ერამდე, აი ამ პირველ ეტაპს, ესე იგი აგრარულ პერიოდს, დასჭირდა 96% დროისა. აი ამ ბოლო შუას, ესე იგი აი სამრეწველოს დასჭირდა 3% დროისა. და ეს დღევანდელი 2 წლის წინ არის გამოთვლილი 0.4 მილიარდი. ეს რას ნიშნავს? რასის სწრაფით მიდის დრო. აი ამ პერიოდში, რომ დომნოდა პოლონეთთან დაკავშირება, დარტანიანი უნდა მეყოლა და გაიცხენი, ვინმეცა რომ გაქცეულიყო და ჩაედანა წერილი. ამიტაში ამ დროები უნდა გამეფრიდა. ამ მომენტში, აი ამაში ხო, უფრო ნაკლები ერთი წელი აღარ დასჭირდებოდა წერილის ჩასვლას. მაგრამ 1-2 კვირა და 2 თვით დღესდღეობით აი აქ იზრდება რომ კონდეს იმდენი დრო დასჭირდება, რა დროს აი ამ კარტონს დასჭირდება, აკრეფას დასჭირდება. აქედან გამომდინარე დროს დაედო სხვა ფასი. და უშუალოდ ვიღაცამ გამოაცხადა, რომ ახალი კანდიდატები სჭირდება სამსახურში. თუ ვიღაცა ამ სისწრაფით მუშაობს, ცხოვრებაში ვერ იპოვებს სამსახურს. აი ამ სისწრაფით ვინც მუშაობს, ეს даже ვერც გაიგებს, რომ სამსახურს
გამოცხადებულა. ეს გაიგებს, მაგრამ ვერ მოასწრებს იმ სამსახურში განცხადების შეტანასაც კი. ეს შეიძლება მოასწროს, გაიგოს სათანადო რეაქციის მომენტი. და აი ამ სწრაფ რეაქციის საშუალებას გვაძლევს არა მხოლოდ იმის ცოდნა, რომ ინტერნეტი არსებობს, არამედ მიზანდაცახული ცურვა ინტერნეტში, სად მომძებნო, როგორ მომძებნო, როგორ მივახციო, რა მიზნით მომძებნო და ასე შემდეგ. რადგან აი ამ ყველა ეტაპს აქვს თავისი სიმბოლო და თავისი ძირითადი ფასეულობა. აი აქ ყველაზე მაღალი ფასეულობა იყო მიწა. ამ შემთხვევაში ყველაზე მაღალი ფასეულობა არის ფული და მეორე ადგილზე ბოლო პერიოდში დრო. ამ შემთხვევაში ყველაზე მაღალი ფასეულობა არის ჯერ აზრი, ინფორმაცია და მეორე ადგილზე არის დრო. ძალიან ხშირად ადამიანები 21 საუკუნეა სპირალის დროა, ხო? ვინც 21 საუკუნეში ცხოვრობს და მოქმედებს ამის კანონებით, აი ამ შემთხვევაში დაკარგული, დაბნეული და გზაცდები. აი ამ შემთხვევაში თავარი ინფორმაცია არის ძირითადი პროდუქტი და დრო, რომელ დროშიც უნდა გადასცეს ინფორმაცია, არის ერთ-ერთი ყველაზე თავარი. აი აკითხარეს ტოფლებმა შექმნა ის კრიტერიუმები, რომელი კრიტერიუმის საშუალებითაც 21 საუკუნეში შეგიძლია შეაფასო ქვეყანა, ქალაქი, დაწესებულება, რომელი ერის, რომელი ეპოქის სახეს გადმოგვცემს. თუ პროდუქტი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე შეგავს, არის სასოფლო-სამეურნეო გადამამუშავებელი პროდუქტი, ესე იგი ხარ ამ ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ თელდედამიწის ზურგზე არის 2000 რომელი წელია, 2009 წლის რაღაცა ისა ნოემბერი. ხო? ეს პროდუქტი სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი პროდუქტი. ესე იგი კარტოფილი არა ფხვნილი და ნახევარფაბრიკატი, არამედ დაუმუშავებელი პროდუქტი. ეს იმას აი ამ ერას გამოხატავს, თუ შენ მსოფლიო ბაზარზე შეგავს იაფი მუშახელი და მასიური სერიული პროდუქცია. აი ჩინეთი გაჩერეთ, ხო ჩინეთი არის მეფე სერიული პროდუქციისა. თუ ამითი შედიხარ მსოფლიო ბაზარზე, ესე იგი თუ ეს არის შენი ძირითადი პროდუქტი. აი ამ მესამე იმის ქვეყნებს რა პროდუქტია? თუ შედიხარ ინფორმაციით და სამართალი სისტემები, ჯანდაცვის ეკოსისტემების სქემებით და ასე შემდეგ. ამას გამოვყავებ, ნახეთ, აი ეს 21 საუკუნე ალბათ იმას ეს კარგია თუ ცუდია. ეს არის მოდელი კოტეჯის, რომელმაც შაშან გაიმარჯვა ავსტრალიაში და ავსტრალიის ყველაზე დიდარმა მაცხოვრებელმა გამოაცხადა კონკურსი, რომ მინდა ძალიან ექსტრავაგანტული ვილა ავიშენო. და აი ამ კონკურსში სხვადასხვა კონკურსი დროზეა, თქვენ შეგეძლოთ მიგებოთ მონაწილეობა, რომ იცოდეთ იმ გვერდის მისამართი, სადაც შეგიძლიათ გინდა ავსტრალია და გინდა პოლონეთი და გინდა იგივე საქართველო ძალიან ბევრი ორგანიზაცია აცხადებს სხვადასხვა კონკურსებს, ხო? შეიტანა და აი ამ ვილამ გაიმარჯვა. ეხლა მე გაჩვენებთ რა ფორმა აქვს. ნახეთ რა არის, ეს არის უნიტასი. ესე იგი ააშენეს ვილა, აი ამას გაიმარჯვა. ვილა ათასნაირი პროექტები იყო და გაიმარჯვა იმან, რომელმაც ყველაზე დიდი შოკი გამოიწვია. რის თქმა მინდა, არა მარტო ის, რომ უნიტასში ცხოვრობს ეს კაცი, არამედ იმისი თქმა მინდა, რომ 21 საუკუნე ერთის მხრივ ეს არის აი ძალიან სწრაფი პერიოდი სახელმწიფოების ცხოვრებაში არ ყოფილიყარ ამერიკაში და ამ დროს შეგიძლია იქ უფრო კარგად
ვიმუშავდნენ ქუჩას ვიდრე აქ, ხო? აი ესეთი იცვლება ცხოვრების წესი, რადიკალურად იცვლება და ამ პერიოდში ადამიანი ხდება ავტომატი და რა ადამიანური გამოადამიანება, ეს არის ტერმინი, რომელიც ცივილიზაციის ავადმყოფობად ითვლება. და აი ამ გამოადამიანების ერაში თურმე ყველაზე დიდი ფასი თურმე აქვს იმ ინფორმაციას, რომელიც შოკს იწვევს. გადახედეთ გაზეთის პირველ გვერდებს. არ ვამბობ მართალია თუ ტყუილია. ძირითადად ჟურნალისტები, არა მარტო საქართველოში, არა მარტო ქართულ ტელევიზიაში ეძებენ ინფორმაციას, რომელიც არავის არ აინტერესებს მართალია თუ ტყუილია, რომელიც შოქს იწვევს. აი ეს რაღაცას იწვევს. ამ კაცში უნიტარში ცხოვრებამ გამოიწვია ეგ და ნუ ეს აქვს ახლა.